გამარჯობა, მე ვარ მანანა, 25 წლის და დავიწყე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პროექტი, საკუთარი ბინის რემონტი. ამ ვიდეოში ვისაუბრებ თუ როგორ უნდა მივიყვანოთ ბინა შავი კარკასიდან მწვანე კარკასამდე. თავიდან ბინა რო შევიძინე, ნორმალურად არც ვიცოდი შავი კარკასი იყო თუ მწვანე და ერთმანეთში მერეოდა, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა რომ მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩემი ბინა არის შავი კარკასი, რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ უნდა მივიყვანოთ მწვანე კარკასამდე, შემდეგ საპირფარეშოს რემონტი გავაკეთო, შემდეგ კოსმეტიკური და შემდეგ გადავიდე. ახლა უნდა შევხვდე მუშას, რომელსაც უნდა დაველაპარაკო, უნდა გავიყვანოთ მილები, დავასხათ ტიაშკა და ასე შემდეგ. რეალურად ჩემთვის ყველაზე უცხო რაც არის, ეს არის ტერმინები. შავი კარკასი, მწვანე კარკასი, ტიაშკის დასხმა, გალესვა, გიპერი, მილების გაყვანა, ელექტროობა. რეალურად ყველაფერი ერთმანეთში მერევა, თუმცა იძულებული ვარ რომ ყველაფერი კარგად ვისწავლო, რათა კარგი რემონტი გავაკეთო, თანაც დიდი დრო არ მაქვს. თქვენ დეტალურად ვეცდები რომ ყველა ინფორმაცია გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ვინც აპირებთ, ოდესმე ბინის შეძენას ან შეიძინეთ. გონია რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ, მოკლედ ახლა წავიდეთ. უნდა შევხვდე ზვიაც, რომელთანაც უნდა გავიარო მთელი რიგი საკითხები და დავუსვა კითხვები. აბა წავიდით. ანაწილში შევხვდები ხელოსნებს და იმედია ჩემი ხელოსნები დაამსხრევენ სტერეოტიპებს, რომ ისინი იკარგებიან, მიდიან წლობით, არასდროს აკეთებენ კარგად თავიანთ საქმეს. მე მგონია რომ ყველა საქმეშია ესეთი ადამიანი, ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგად აკეთებენ საკუთარ საქმეს და მე არ ვფიქრობ რომ შევხვდებიან ისეთი ხელოსნები, რომლებსაც უბრალოდ შევხვდები, თანხას გადავუხდი და შემდეგ 80 წელი აღარ გამოჩნდებიან. აი მე არ დაიკარგოს გთხოვთ ხალხო. მეხუთე სართულია კი. ანუ გაჯით გალესვა ჯობს. მეორეს რა ქვია? გიპერი. და აი რომ ამბობენ ხოლმე რომ ამოზნექილიაო კედლებიო და არ არის გასწორებულიო, ეგ არის გიპერი, ხო? მაშინ გაჯით ჯობს რომ გავლესოთ. ხელოსნებთან შეხვედრისას მივხვდი რომ რემონტს თავისი ენა აქვს. მაგალითად ტიაშკა იატაკის მოჭიმოა, რომელიც კომუნიკაციების გაყვანის შემდეგ კეთდება. როდესაც კედლების გალესვაზე დგება საქმე, უნდა მიიღო გადაწყვეტილება გაჯით გირჩევნია თუ გიპერით. მოკლედ მე გაჯი ავირჩიე, რადგან გვენდე ჩემს ხელოსანს, რომელმაც მითხრა რომ უფრო მყარია და კედლებს სუნთქვის საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფრო შრომატევადი იყოს. 20 სანტიმეტრი იყოს დომილება, ხო? აი დააწერი, სად რა გინდა? ცოტა დაბლა რა წეს, აი დაბლა იქნება თუ მაღლა მნიშვნელობა აქვს. აქ ორის დაყენებას ერთი დააყენი, აი ბოლომდე რა შეიძლება? აქაც უნდა დააყენო, იქაც უნდა დააყენო. ერთი რო დააყენო ბოლომდე სიმაღლეზე დააყენებენ ხო? აქ რა არის აბა? დივანი ხო, აქ იქნება, აქ არის ტელევიზორი. აი აქ არის სამუშაო სივრცე. აქ თარო იქნება რაღაცა, აქ მაგიდა. ეხლა ჩვენ ვაყენებთ მაღალ რადიატორებს თუ ჩვეულებრივად? ჩვეულებრივად გაჩვენებთ. აი პატარები რა, დაახლოებით. ხო, აი ის არის, მაგრამ სტანდარტი რაც არის 600-იანი. მე ახლა ამას გავხაზავ ეგრევე ბინის მომეცეს ავიღებ, მაგრამ ხო, იმიტომ რომ მე მითხრეს რომ ტიაშკას სანამ დაასხავ, მილები გაიყვანეო და ორ კვირაში უნდა დავასხათ ტიაშკაო. ანუ გამოდის რომ ჩვენ ეხლავე მალე უნდა გავაკეთოთ მილები რომ ტიაშკა. მასალას უკვე ველოდებ. აი ახლა ველოდებ. და რა მაინტერესებს იცით? ამ ტერიტორიაზე იქნება, მაგრამ პირობითად აქ იქნება თუ აქ იქნება, აქვს არსებითი ნიშნა. ხო, დაბლა იქნება. კი. ამას გავზუმავ, ზომებში დავსვავ. ანუ ნახაზიც შემიძლია რომ გამოგიგზავნოთ. ყველაზე დიდი გაკვეთილი ვისწავლე, რომ ობიექტზე ნახაზის გარეშე მისვლა უბრალოდ არ შეიძლება. პირველ რიგში ვიცოდი რომ ჩემი სახლი იყო 62 კვადრატი, თუმცა ნახაზს რო გადავხედე და შევკრიბე, გამოვიდა 55 კვადრატი. მეთქი სად არის ჩემი 7 კვადრატი? თურმე, როდესაც წიხრები ამოვიდა, აღმოჩნდა რომ ჩემი 62 კვადრატიდან რეალურად 55 დარჩა. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ბლოკის სისქე და კედლების გალესვა სივრცეს ასე ვთქვათ, ჭამს და დავამშვიდობე ჩემს 7 კვადრატს. აწრავი, მეგონა რომ კიდე ერთ ოთახს გავაკეთებდი. ანუ 5-7 კვადრატი, უნდა იცოდეთ რომ შეიძლება გამოსამშვიდობებელი გაგიხდეთ და ეს არ აუშავს. ნებისმიერ კედელზე სადაც გაგეხარდება შილკა, იქ დააყენე. და სუშილკა რა არის? გამათბობელისა. ვანის გამათბობელი, ხო? გამათბობელი და გასაშლელი. ხო. და რა მაინტერესებს იცით? ეს ეხა შავი კარკასი ხო არის? აი დავიწყე ეხა გაკეთება, ხო? მილები გავიყვანე. სტიაშკა დავასხი, ელექტროობა გავაკეთე, გავლესე. ეგ არის მწვანე. მწვანე კარკასი. მერე რა ეტაპი იწყება უკვე? იწყება ვანა ტუალეტი, კაფელი მეტლახი. ხო, ტუალეტში რო წყალი იყოს, ეგ უკვე გაკეთებულია? კი. ცივი შემოსულია, აი აგერ არის, ცივი წყალი. აქედან ეს დაპერიმიჩქდება და წავა გავა აივანზე. შენ გააკეთო ყველაფერი. ხო, გავა აივანზე, სადაც ხავი დგება. აი აქ დგება ხავი, ესენი გაიხუტებიან ეს დასახლებებია. აი ეგ დგება ხავი, გინა კედელზე დააყენებ, გინა კედელზე არა აქვს მნიშვნელობა. აქ მოვა მილები, ცივი, ცხელი და გათბობის ხაზები რა, ყველაფერი აქ იქნება შეკრეფილი. მე კოლექტორი და ქვაბი გჭირდებათ რა. კოლექტორი, ქვაბი და რადიატორები. მორჩი. ჩემმა დიზაინერმა მითხრა რომ ანუ მილები ისე გაიყვანონ როგორც ნახაზეაო, სანტექნიკ
ტექნიკა და სარეცხის მანქანის მილები და ჭურჭლის და ტანსაცმლის არ დავიწყდეთო. ჭურჭლის სარეცხის მანქანა და სარეცხის მანქანა გვექნება სამზარეულოში. მე მანთხო გვაქვს და მონახეთ აგერ არის. აი ეს არის ალბათ ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ეს არის რაკოვი. ანუ ასე დგება 60 და 60 იქამდე გამოდის. ანუ მაგიდა რა. კი. აი აქამდე რა. ხო, ეს არის გაზი. ეს არის გაზი. ხო. ახლა ჭურჭლის სარეცხი და ის სად არის? ანუ აი აქ და აქ იქნება. სავარაუდოდ, ეხლა ველოდები რომ გამომიგზავნოს. აი ნახე ნიჟარის გვერდზე. ხო, ეს არის აბაზანა. ნახე ნიჟარის გვერდზე. აი აქ არის ჭურჭლის სარეცხის მანქანა. აი აქ. აი ეს არის სარეცხის მანქანა ჩვეულებრივი. აი აქ ნახეთ წერვა წერია. კი ბატონო. ხო, აი სანტექნიკის ნახაზიო. ეს სხვა რა მოგიბეჭდოთ თქვენ. აი აქ წერია ყველაფერი, შენიშნები. კი ბატონო. აი ეხა დავთვალოთ და თან გოგოებს ჩაუგდებ რომ ამომიბეჭდონ. მოკლედ ნახაზს გაჩვენებთ და ნახაზის გარეშე. არ ვიცი მე აქ თავმსვლელი აღარ ვარ. ნახაზს ამობეჭდავენ გოგოები და გადასცემენ ზვიად. მაგამდე კი მე გავხსნი ხა ტელეფონში და თქვენ გაჩვენებთ რა ნახაზია საუბარი. ნახაზები ბანანას ბინა. მოკლედ აქ არის ყველანაირი ნახაზი, რისი მიხედვითაც უნდა ავაწყოთ ბინა. ამას ჩემს დიზაინერთან ერთად კიდევ ერთხელ ამ ნახაზს დეტალურად გავივლი და დავდებ მაგის ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. პირველ გვერდზე გვაქვს ტიხრების ნახაზი. ეს ტიხრები იდეაში უკვე გვაქვს და წესით სწორად არის გაკეთებული. მერე არის კვადრატულობის ნახაზი, სადაც აი საძინებელი რამდენი კვადრატია, აივანი რამდენი კვადრატია, მისაღები ფოლი რამდენი კვადრატია. შემდეგი არის ავეჯის განაწილების ხაზი. აი აქ ყველაფერი წერია სხვათა შორის და შემდეგ არის სანტექნიკის ნახაზი. რაც იდეაში დღეს მოვუნიშნეთ უკვე მე და ზვიადმა. აქ არის ძალიან დეტალურად სად უნდა იყოს ნებისმიერი რადიატორი, ასევე სად არის ჭურჭლის სარეცხის მანქანა, სარეცხის მანქანა რომ არ უნდა დაგვავიწყდეს და გავიყვანოთ მილები. მილების გაყვანა. შემდეგ გვასხავთ ტიაშკას და შემდეგ ელექტროობა და ბოლოში ლესავთ. შემდეგი არის გათბობა გაგრილების ნახაზი, მთელ სახლში სად უნდა იყოს. შემდეგ არის განათება ელექტროობის ნახაზი, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ან ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება არ არის, მაგრამ ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უამრავი განათება მაქვს სახლში, ყველა კუთხეში არის განათება. ამიტომ როდესაც მივალთ ელექტროობაზე, ალბათ ამასაც დეტალურად ჩავწერ. და შემდეგი არის კიდევ ელექტროობის ნახაზი, ანუ ელექტროობას მიაქვს 1 2 3 გვერდი. იდეაში მილები არც თუ ისე ის არის რა, რთული არ ვიცი. რა ხედი მაქვს რა. ხედი მაგრა ავარჩიე. მაგრამ დანარჩენი რაღაცები, ანუ მოკლედ შევრჩევა იქნება რომ ნახაზის გარეშე არ მოხვიდეთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ნახაზი ყველაფერი წერია. ეხა უთხხოვე გოგოებს რომ ამომიბეჭდონ ნახაზი და ნახაზს დავუტოვებ. ზვიაც ნახაზის გარეშე აზრი არ აქვს რა. ყველაფერი ზეპირად უნდა იცოდე ზომებში, სად რა არის, მაგრამ რაღაცებს სწავლობ რა, თუნდაც ის რომ ანუ აი შავი კარკასიდან მწვანე კარკასამდე რა არის საჭირო რომ გააკეთო. კარგი, და ამ მილების ფასი როგორ ითვლება? ეხლა ტიაშკის მითხრეს უკვე მაგალითად. ხო, ეგ დავთვალოთ. ერთი არის, მეორე 4 და 5. 1025 ლარის არის მასალა. ტრანზაქციის მილებიან, სამაგრებიან, კოლექტორიანა. ხო. და 400 ლარი იქნება ჩვენი ხელობა. მოკლედ სანტექნიკა და გათბობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გავიარე ზვიადთან ერთად და დავთვალეთ რომ მასალები, ანუ მილები ჯდება 1025 ლარი, ოღონდ ჩემი ბინის მაგალითზე, ხოლო ხელობა ჯდება 400 ლარი. ჯამში მილების გაყვანა ჯდება 1425 ლარი. და ეს როგორ ახდება? ოღონდ მასალის ფულს მირიცხავთ, ხელობის ფულს ბოლოს ვაწყობთ. აჰა, კი ბატონო. მნიშვნელოვანია რომ სანამ იატაკს დავასხამთ, ყველა წერტილი, ანუ რადიატორების, სარეცხე ჭურჭლის მანქანა ზუსტად ისე იყოს მონიშნული ნახაზის მიხედვით. და თურმე აქ ნებისმიერ სანტიმეტრს მნიშვნელობა ქონია. მილები. აი ჩემთვის ჯერჯერობით არის ჩინური ეს ყველაფერი. მოკლედ მილები დავითვალეთ და გამოვიდა 1025 ლარი და ხელობა 400 ლარი. ბიზნესშემიც არის დაახლოებით ამ საქმეში, უბრალოდ ჯერ არ შემიძლია მაგალითად რომ ნებისმიერი გარე ადამიანი შემოუყვანო ამ ტერიტორიაზე. სექტემბრამდე ვერ შემოუყვან ვერავის, შესაბამისად მირჩევნია რომ აქვე გავაკეთო. ამიტომაც ბიზნესშემს გადავურეკავ და მკითხავ რამდენად ნორმალური ფასი აქვს. ტიაშკის ფასს რაც შეეხება 47 კვადრატი გამოდის, რაც უნდა დაესხას და 1225 ლარი გამოვიდა კვადრატზე 26 ლარი. შესაბამისად მაგის ფასი ნორმალურიაო, ეგრე მითხრა ვიძა ჩემმა და ალბათ ეს ფასიც ნორმალური უნდა იყოს.
მე სურათი გადავიღე. და აი რამდენი ხანი უნდა მაგალითად შავი კარკასიდან მწვანე კარკასამდე მიყვანას. თუ მუშა არ დაიკარგება, რა თქმა უნდა და ანუ კეთდება საქმე. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ მე ძალიან მეჩქარება და მინდა რომ ყველაფერი ეგრევე გავაკეთო. რამდენი ხანი სჭირდება ამ ეტაპს და რა არის შემდეგი ნაბიჯი. მოკლედ, თუ გაგვიმართლებს და მუშები არ დაიკარგებიან 80 წლით, შავი კარკასიდან მწვანე კარკასამდე მისვლას ადეკვატური მუშაობის ფარგლებში სჭირდება 3 კვირა. ეხლა სტიაშკები რო დაისხმო, ხო? კვირა ნახევარი სიტყვაზე გაჩნდა, ელექტრიკს უნდა. ეს არის რა. მილებს ერთი დღე უნდა. ამას როგორც კი სიტყვაზე შემოვიტან მასალას, ხო? ჯერ კედლები უნდა დავაჭრებინო პირველ რიგში. 2-3 დღეში უკვე შენი გინათ გათითმო. იმისთვის რომ სტიაშკა დაისხას. სტიაშკას მე ველოდები რომ გაშრეს, რომ გავლესო კედლები და რა მაინტერესებს? საპირფარეშოში სტიაშკას ვასხავთ? რატო? მაგის უკვე კაფეში კი აკეთებს. ვანაში არის ხო, ეს არის მშრალი სტიაშკა. ანუ ისეთი არაფერი რა, რომ დროში ძალიან გაიწეოს. ერთ დღეში ასხავენ ერთ სართულს. 3 კვირის შემდეგ ეს ნიშნავს იმას, რომ კომუნიკაციები გაყვანილია, იატაკი მოჭიმულია, კედლები გალესილია და მზად ვართ რომ გადავიდეთ საპირფარეშოს რემონტზე. ჩემთვის ეს ინფორმაცია კიდევ ჩინურია, არც ერთი რთულია, უბრალოდ თავიდან ისიც რო არ ვიცოდი, მაგალითად, წესიერად მილები როდის უნდა გამეყვანა, პირველ ეტაპზე, მეორეზე თუ მესამეზე, ეგ ყველაფერი ცოტა ართულებდა საქმეს, მაგრამ მადლობა სამყაროს რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან თავის საქმე, შენ დაუსვამ მარტივად კითხვას, ისინი გიპასუხებენ. ან უბრალოდ ჩემს YouTube ვიდეოს ნახავ და უკვე გეცოდინება. ეხლა ნახას ამოვიტან მე, სადაც დეტალურად წერია ყველაფერი და როდესაც დაიწყებთ გაკეთებას. დაბლა მოგაწოდოთ? კი ბატონო, კარგით. ანუ წესით მალევე დაიწყებთ გაკეთებას. ყველიდან ეხლა ვიწყებ 4 დინა. ხო. ყველიდან ზეგ მოჩება ის 4 დინა. ხო და ზეგიდან დაიწყებთ. და ეს მასალების თანხა წინასწარ უნდა ჩავრიცხო? ჩამირიცხავ. მე დავეკავ და მასალა ჩავდა და თანხას გადავშევ. კი ბატონო, კარგით. არის, კარგით, დაბლა შეგხვდებით ნახასთან ერთად. მადლობა ბატონო ზვიად. სხვათა შორის მამა ჩემსაც ზვიადი ქვია და ძალიან ახლობელია, ესე მგონია ეს ადამიანი. მაგრამ უბრალოდ ცხოვრებაში პირველად ნახე. მაგრამ არა უშავს. სხვათა შორის წესით მამა ჩემსაც ესმის ეს ყველაფერი, რაც ჩემთვის არის ჩინური, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში არ იმყოფება და ალბათ ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ მე გავიზარდო. გავიზრდები რა პრობლემაა? გაზრდა თუ ამასთან არის დაკავშირებული? გავიზრდები. ხახო, აი სიმაღლის ისეთი შიში აქვს, აი აქ რო დამაყენო, ვინც კი აშენებს ბინას, ოქროს ძეგლი უნდა დაუდგათ. ყველას ოღონდ მართლა, იმდენად შრომატევადი საქმეა ნახეთ. 2 ბინა, 1 ბლოკი, 2 ბლოკი, ორივეს თავისი შესასვლელი ექნება და აქაც არის 2. 1 და 2. ჩემი სახლი არის აი აქ, მაგარი. ძალიან მაგარი. როდესაც ამბობენ, რომ ცარიელ კედლებს და ჰაერს ყიდულობო, დიახ, ანუ მე ვიყიდე ცარიელი კედლები და ეხლა ამ კედლებში უნდა შევქმნათ და ავაწყოთ სახლი. ამ ყველაფერს ესე მარტივად ალბათ ვერ გავაკეთებდი, რო არ მყავდეს დიზაინერი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჩემს დიზაინერს მარიამს. მე გამაფრთხილეს, რომ ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, თუმცა აი მწვანე კარკასამდე მისვლა არც თუ ისე სექტემბერში მომცემენ უფლებას, რომ დავიწყო რემონტი და დეკემბერში შემიძლია რომ გადავიდე და სექტემბრამდე მე თუ მწვანე კარკასამდე მივალ, დავისვენებ, ანუ ეხა მაგალითად მაისის ბოლომდე რომ მივიდე მწვანე კარკასამდე, ხო? ივლისი აგვისტო. მე შემიძლია დავისვენო, კარგი მუშები მოვუძებნო, კარგი ავეჯი მოვუძებნო, იმიტომ რომ დიზაინი მექნება და ყველაფერის ყიდვაც მინდა უკვე მოვუძებნო, ტვიში მქონდეს, ჩამოვწერო უბრალოდ და მე ნელ-ნელა დავაპლიუსო. მე უკვე გადავალ ნივთების შეგროვებაზე და ერთსული მაქვს ინტერიერის დიზაინის საბოლოო ვარიაცია, როდის მექნება, რომ გაჩვენოთ, როგორ სახლს ვაპირებ და რა ლამაზია თავისი აი პოსტერებით და აი მოკლედ ჩემი კუთხეებით რა. თქვენთან ერთად გავივli მოკლედ ამ გზას და ვეცდები რომ მაქსიმალურად ყველა ინფორმაცია გაგიზიაროთ და ვინც იგივე გზას გადიხართ, ცოტა მაინც გაგიმარტივოთ ეს გზა. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. ძალიან მიხარია თუ რამეში ოდნავ მაინც დაგეხმარებით და რჩევები გამოუშვით. ვინც ეს გზა უკვე გაიარეთ და უყურებთ ამ ვიდეოს, რჩევები ჩვენთვის გამოუშვით, რომ რა როგორ ჯობია, ის ჯობია, თქვენ ისე გააკეთეთ, რა შეცდომა დაუშვით. დღეს მაგალითად მე რა შეცდომას დაუშვი ის იყო, რომ ნახაზი არ დავაქცერო ქსე და ისე არ მივედი, ანუ ყოველთვის ნახაზი ესე იღლით უნდა წავიღოთ, როდესაც მივდივართ თვითონ ობიექტზე, იმიტომ რომ ყველაფერი გაზომილი არის სანტიმეტრებში და მილიმეტრებში და არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, წავედი ხალხო, დროებით გამოიწერეთ მანაო, რიცოდეს არხი.